მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია დავითი და დღეს შეკრიბეთ იმისთვის, რომ მოგიყვეთ არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი. თენდება მორიგი დილა, იღვიძებ იზმორების ქროლავ ახალ ამბებს, დგები, იკეთებ ყავას, ნელი ნაბიჯით შედიხარ შენს ოთახში, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. რთავ კომპიუტერს და კომპიუტერი იტვირთება. კომპიუტერი ჩაიტვირთა და ხვდები, რომ რაღაცა ნიტოა. დისკი, რომელზეც გაქვს სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია, გაქრა. ხო, უბრალოდ კომპიუტერი მას ხედავს, მაგრამ ვერ კითხულობს. მთელი დღის განმავლობაში შევაწუხე არაერთი ადამიანი. ვცდილობდი პრობლემის გადაჭრას, სული მივყიდე ეშმაკს, ChatGPT-ს შულები მოვანათლინე, თუმცა არაფერი არ ეხმარებოდა. ამოვიღე მეხსიერების ბარათი, გადავიტანე სხვა კომპიუტერში, სხვა კომპიუტერი აგდებდა იგივე შეცდომას. ნათესავს გამოვართვი აი ეს მოწყობილობა, მსგავსი რომ არ მინახავს არასდროს არსად და ამ მოწყობილობამაც კი ვერ წაიკითხა ჩემი SSD. და ასეთ რეჟიმში გატარებული მთელი დღის ბოლოს მივაღწიე მიღებისა და შეგუების სტადიას. ჩემი დისკი სამუდამოდ გაქრა. ძალიან რთულია სიტყვებით აღწერო ის მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი. გული შემტკივა ბევრ პროექტზე. იცი როგორ? მინდოდა ეს ტრეკი დამესრულებინა 1 აპრილამდე და მიმეწყნა, გამომეშვა. ვერა, როგორც ბევრი სხვა. ეს პორნო საიტების ბლალია, რაღაცა ვილუსი გადმოიწელე და მაგიტო მოგივიდა. მეტყვის მორიგი მოქალაქე, თუმცა არა. მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაცია იშვიათად, თუმცა შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერ SSD ტიპის საცავს. და მოდით ჯერ გავერკვიოთ თუ როგორ მუშაობს კომპიუტერის მეხსიერება. კომპიუტერის მეხსიერება იყოფა ორ ტიპად: HDD და SSD. HDD, ანუ მექანიკური მეხსიერება, შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან. ეს არის მაგნიტური დისკი, ანუ პლატერი, რომელზეც ინახება მონაცემები და წერისა და კითხვის თავი, რომელიც მუშაობს ამ პლატერთან. HDD-ს დადებითი მხარე ის არის, რომ ის უფრო იაფია ვიდრე SSD, თუმცა უარყოფითი მხარეებიდან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ უფრო ნელია სიჩქარეში და დაზიანების მიმართ უფრო მგრძნობიარე. ანუ დავარდნის ან დარტყმის შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს დისკი, რომელზეც ჩაწერილია ინფორმაცია და ის აღდგენას აღარ ექვემდებარება. მეხსიერების მეორე ტიპი, ანუ SSD, არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ფლეშ მეხსიერების ჩიპებს იყენებს მონაცემების შესანახად. მისი უპირატესობებია სწრაფი სიჩქარე, 10-30 ჯერ სწრაფია HDD-ზე და მეორე მისი უპირატესობა არის გამძლეობა, რადგან არ შედგება მექანიკური ნაწილებისგან. თუმცა არის პატარა ნიუანსი. HDD ტიპის დისკიდან მონაცემების აღდგენა შესაძლებელია, ხოლო SSD-დან მონაცემების აღდგენა თითქმის შეუძლებელი. და გამოიცანით თუ რა ტიპის მეხსიერება მეყენა დისკისთვის. კი, ეს არის ჩემი SSD. უпростоრად ეს იყო ჩემი SSD. By the way, სადმე თუ ახსენებ, რომ ძმაკაცმა აგიწყო კომპი, იმისი თქმაც არ დაგაუწყდეს, რომ ძმაკაცმა გითხრა, რომ ზოგადად დისკისთვის HDD-ია საჭირო. რაც შეეხება ზარალს. ყველაზე მინიმალური ზარალი, რომელიც ამ სიტუაციას მოყვა, იყო თვითონ SSD-ს. ღირებულება, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 300 ლარს. რატომ ვამბობ, რომ ეს არის უმცირესი ზარალი? იმიტომ რომ 300 ლარი არის მაქსიმალურად აღდგენადი და გამომუშავებადი თანხა, თუმცა ვეღარასდროს აღვადგენ იმ პროექტებს და იმ ვიდეოებს, რომლებიც იყო ამ SSD-ზე. კი ვამბობ, რომ ეს უმცირესი ზარალია, თუმცა თუ რომელიმე მაღაზიის წარმომადგენელი ახლა ამ ვიდეოს უყურებს, ერთი ნაჩუქარი ახალი SSD არ მაწყენდა. და რა ვიდეოებზე, ან რა პროექტებზე არის საუბარი. შორეულ 2023 წელს, რომის ვლოგის ბოლოში, მქონდა ნათქვამი შემდეგი სიტყვები. არ გემშვიდობებით, რადგან გამოვა მეორე ნაწილით, სადაც შევეხები რესტორნებს, დამიჯერეთ რომში არის მოსაყოლი რესტორნებზე. რომის მეორე ნაწილის ყველა ვიდეო იყო ამ SSD-ზე. ასევე ამ SSD-ზე იყო ვიდეოები ერევნიდან, საიდანაც ასევე ვაპირებდი ვლოგის გამოშვებას. რაც შეეხება მუსიკალურ პროექტებს. ბევრმა თქვენთაგანმა, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, არ იცის, რომ მე მაქვს მეორე არხი, სადაც ვუშვებ მუსიკას და თუ თქვენ შორის ვინმე არის მუსიკოსი, მაშინ მშვენივრად გაუგებს სიტუაციას, რომ ყოველთვის გაქვს პარალელურად მიმდინარე ათეულობით პროექტი, რომლებსაც არ ამთავრებ თვეების განმავლობაში, ისინი გიგროვდება, ცოტ-ცოტა შედიხარ რაღაცას ცვლი, არენდერებ როგორც დემოს, უსმენ კვირების განმავლობაში, ფიქრობ რა შეცვალო და ასე შემდეგ. და ათეულობით ასეთი პროექტი იყო აი ამ SSD-ზე, რომელსაც ვეღარასდროს აღვადგენ. თუმცა მადლობა ღმერთს, შემთხვევითობით რამდენიმე დემო გადარჩა.
მაგალითად, ჩემი ბოლო რელიზი, манифесტი არავით არ პანიკას ადგილი არ აქვს ამ დავიბადე ჭაობში და მას დავაკავჭავს 2 დღით ადრე სანამ SSD მოკვდებოდა, უბრალოდ ჩავუგდე მზა ტრეკი Telegram chat-ში გიტარისტს, რომელიც უკრავს გიტარის სოლოს ტრეკის ბოლოს. ეგ ჩატი იყო ერთადერთი წყარო, საიდანაც შევძელი ამ სიმღერის აღდგენა და შემდგომ გამოშვება. ასევე SoundCloud-ზე მაქვს არაერთი დემო, რომელიც არის დაუსრულებელი, თუმცა ექვემდებარება აღდგენას ან დამუშავებას. და ერთ-ერთი მაგალითი არის ტობი. ტობი არის სიმღერა, რომელსაც ვუძღვნით ჩემს ძაღლს, რადგან 1 აპრილს, ანუ უკვე ხვალ, არის 10 წელი, რაც მყავს ეს ძაღლი და მადლობა SoundCloud-ს, რომ შეინახა ეს დემო, შევძელი მისი გადმოწერა, დამუშავება და ხვალ 1 აპრილს გამოდის ტრეკი. თუ სამოთხეში არ ხვდები არ ძაღლები მერი დავისახურე რომ იქ მოხვდე მოკლე დასკვნისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიტუაცია არის ძალიან სამაგალითო და ძალიან კარგი გაკვეთილი ჩემთვისაც და ყველასთვის, ვინც ამ ვიდეოს ახლა უყურებს და თუ გქონიათ მსგავსი სიტუაცია, შეგიძლიათ გააზიაროთ ის კომენტარებში. შემიძლია ვთქვა ერთი რაღაცა, იმ ვიდეოების დედაც ვატირე, იმ დემოების დედაც ვატირე. გადავიღებ უკეთეს და დავწერ უკეთეს. მთავარი გაკვეთილი, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოვიტანე, არის ის, რომ არასდროს არ უნდა გავწელო დასახული პროექტები. იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მარტივია ექსკიუზების პოვნა, რომ იცი რა, ახლა ვმუშაობ, ახლა ხასიათზე არა ვარ, ახლა ეს არის, ახლა ის არის. ეს პროექტები დემოების სახით დევს ფონად, თავიდან ისინი დევს რამდენიმე კვირა, მერე რამდენიმე თვე და რომ ის ვლოგიდან გასული არის 2 წელი. და მე ვფიქრობდი იმაზე, რომ ადრე თუ გვიან დავამონტაჟებ მეორე ნაწილს. და როგორც ხვდებით, მეორე ნაწილი აღარასდროს აღარ გამოვა. როგორც ნათქვამია, დებილი ხალხი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, ხოლო ჭკვიანი ხალხი სწავლობს სხვის შეცდომებზე. იყავთ ჭკვიანები.